დღეს 20 ივნისია და ალბათ ხალხის გამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მე მინდა ერთი რამ თქვა და მოუწოდო ყველას რომ აუცილებლად დღეს უნდა გავიდენ რუსთაველზე, აუცილებლად დღეს ყველა ქალაქში თუნდაც ერთკაციანი პროტესტი უნდა გამოიხატოს და მინდა ერთი რამ თქვა ლეონარდო და ვინჩს აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი. მე მასეებლად ბუნება ავიჩიე, ყველა მასეებლის მასეებელიო. ხო და ბუნება გვასწავლის ქმედება იწვევს ტოლ და საწინააღმდეგო უკუქმედებასო, ნიუტონის ენით გვასწავლა ეს. და ამით მინდა იმის თქმა რომ უკვე იმდენი საზიზღარი ქმედება ჩაატარენ, იმნაირ ზეწოლას აკეთებენ, უკუქმედება თუ არ მოვაყოლეთ, არაფერიც არ გამოვა. კიდევ ერთხელ და არ ვიცი, ალბათ ყოველდღე გავიმეორებ. და ეს გამახსენა ნინო ტათაშვილი მასეებლის დაჭერამ დღეს რაც მოხდა თუ გუშინ. აი მანდატურების გადამკიდე ამ უზნეო ადამიანების ისე მათ მინდა უთხრა რომ თქვენი გვარი და სახელი ყველა უკვე გადმოცემულია აქ მოქმედი ორგანიზაციების სახელზე და თქვენთვის აქციები მზადდება და თქვენ ამ სანქციები მზადდება და თქვენ ამ სანქციებს ვერსად ვერ გაიქცევით თქვენ შობეძაღლებო. ბიძინა შეიძლება გაექცეს, კობახიძე შეიძლება გაექცეს, საცხად დაიმალოს კორეაში, ირანში, ბელარუსიაში, რუსეთში, მაგრამ თქვენ ვერსად ვერ გაიქცევით, თქვენ უდღეურებო და ნუ შეწირავთ თავს ბიძინას. და მინდა ერთი რამ თქვა, ნუ ხო არ შეიძლება მართლა ასე ვაჭერიოთ თავი და აი ყოველ დღე რეპრესიები ვატარებიოთ რა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ანუ ქმედებას უნდა მოვაყოლოთ უკუქმედება და დავიჯერო ბუნების ეს კანონი მარტო საქართველოში ასრულდება, მთელ მსოფლიოში სრულდება და მარტო საქართველოში ასრულდება კაცო ეს კანონი ბუნების. უნდა მოვახდინოთ უკუქმედება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მომწყინდება და 1000-ჯერ გავიმეორებ, ყოველ დღე ვიტყვი ამას. თუ გვაქვს თავი იმისი რომ პარალიზება გაუკეთოთ და ბოიკოტი გაუკეთოთ და ჩავკეტოთ სასამართლო ისე რომ ერთი დღე ვერ შევიდეს ვერც მოსამართლე, ვერც პროკურორი, ვერც პატიმარი მიიყვანონ. ამას შევძლებთ ხო კაი და ნუ არ არის თული გასაკეთებელი, არ ჭირდება ამას უამრავი ხალხი, გინდა საბურავები დაყარეთ აღმაშენებელზე და წაუკიდეთ ცეცხლი და შემდეგ არ მიცეთ გაწმენდის საშუალება, რაც უფრო მარტივია. გინდა რამდენიმე 10 მოცველებული მანქანა შეისყიდეთ და სპეციალური ავტოსაგზაო შემთხვევები გააკეთეთ და ჩახერგეთ აღმაშენებელი, რომ სასამართლოში ვერ შევიდნენ მოსამართლეები და პროკურორები. და რა ვიცი, გინდა ხალხის ძალით გადაკეთეთ და ერთი გამარჯვებაც კი გატეხავს ამ ხელისუფლებას წელში. გატეხავს მათი მომხრეებს წელში. ერთი ასეთი გამარჯვებაც კი და თუ კი ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ ბოიკოტი გამოუცხადოთ, არ მივიდეს არც ავტოკრატი, არც განსაჟელი. სასამართლოში დააჯდენ და იჭუკჭუკონ პროკურორმა და მოსამართლეებმა. რაზე ვაჭერიებთ და ვარტყევებთ ამ მანდატურებს თავს და რატო ვაძალადებთ, ერთი ვერ გავიგე რა. არ მივიდეთ, შედეგი არ მოაქვს. შედეგს მოიტანს ასეთი ქმედება. მაგ ქმედება თუ კი წინააღმდეგობა არ იქნა, არ მოაქვს შედეგი, პირიქით უამრავ ადამიანს იჭირავენ ჟიენს სხვების დასაშინებლად და მეტი არაფერი შედეგი მას არ აქვს. აი ასეთ ქმედებებს ნამდვილად მოიტანს შედეგებს. ბოდიში და თხოვთ მოგიწოდებთ დღეს ვიყოთ უამრავი და აუცილებლად გავაკეთოთ ასეთი რაღაცები. ქმედება იწვევს ტოლ და საწინააღმდეგო უკუქმედებას. ცეცხლი ოლიგარქიას, ცეცხლი რეჟიმს და გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.